საღამოშვიდობისა, ეს არის პროექტი ღამის ამბები, რომლის უკვე მესამე გადაცემა გადის, ამჯერად უკვე ჩვენთან ერთად, თამარ ჩერგოლეიშვილსა და ვახოს ანაიასთან ერთად, ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ვიქნებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, პრინციპში ყველაფერზე, რაც გაგვიხარდება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც არის ყველაზე აქტუალური და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც ჩვენს მაყურებელს რაც ჩვენს მაყურებელს დაინტერესებს და აქვე ვთქვათ ერთი რამ, ჩვენ როდესაც ამ გადაცემის სახელზე ვფიქრობდით, თვითონ არხის კონცეფციიდან გამომდინარე დაერქვა ღამის ამბები, იმიტომ რომ გვაქვს დღის ამბები, მაგრამ თამარს ჰქონდა არაჩვეულებრივი იდეა და ჩვენ შეგვიძლია ეს რაღაც არაფორმალურ სახელწოდებადაც დავამკვიდროთ. პოლიტიკური ძილის პირველი მინდოდა ხოლმე შემესრულებინა თქვენთვის და არ მომწეს ამის შესაძლებლობა, მაგრამ მე ამას მაინც გავაკეთებ. მე ყოველ ხუთშაბათს ღამის 23:12-ის ნახევრიდან ვიქნები ვახოსთან ერთად. ვერ დაკვირდებით რომ ხშირად გაგახარებთ, მაგრამ ყოველთვის შევეცდები დაგანახოთ რომ ჭიქა რომელიც ნახევრად საარიელი გონიათ სინამდვილეში ნახევრად სავსე, არა იმიტომ რომ მინდა დაგამშვიდოთ, არამედ იმიტომ რომ მე მართლა ასე ვხედავ და ჩემი ხედვის გასაზიარებლად მომიწვიეს სწორედ ამ პროექტში, ასე რომ მოისმენთ ხოლმე ჩემ შეხედულებებს თუ არ ყოფნიდათ აქამდე, რასაც ისმენდით ტელევიზიის ეთერში. მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ, აი მე უკვე მაყურებელმა თავად უნდა შეაფასოს როდის არის ნახევრად სავსე ან ნახევრად საარიელი ეს ჭიქა და ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს ერთმანეთთან დიალოგით, კამათით, საუბრით, აზრების გაზიარებით, აზრების თანხმდებით თუ ასე შემდეგ. ჩვენს გადაცემას დაახასიათებს ეს რომ უკვე გითხარით რომ ჩვენ არ მოვერიდებით ჩვენი ხედვის გაზიარებას, მაგრამ ამავდროულად არასოდეს მოგატყუებთ, არასოდეს შემოგაჩეჩებთ ჩვენ მოსაზრებას ფაქტად, ფაქტი იქნება ყოველთვის ფაქტი და მე ამის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ რა არის ჩვენი მოსაზრება და რა არის ჩვენი კომენტარი. შემდეგ 1 საათის განმავლობაში ჩვენ მიმოვიხილავთ გასული დღეების მნიშვნელოვან ამბებს, ბუნებრივია ამ ამბებში აუცილებლად ხდება სამარცხვინოდ ჩაშლილი კომიტეტის ხდომა, სადაც ჩვენ და მოგვესმინა პასუხები TBC-ის ანაკლის და ზოგადად ქვეყანაში საბანკო მიმართულებით განვითარებული ცვლილებების შესახებ, მაგრამ ხდომა ჩაიშალა, როგორც იცით, ეს ამ მრავალი საინფორმაციოდან მოისმინეთ. ჩვენ მე დავახო, საინტერესო ის არის, რომ მე დავახო ვარ თვითმხილველები და შეგვიძლია თვითმხილველის პოზიციიდან მოგიყვეთ იქ რა ხდებოდა. თუ არ ვიცი პინოქიო ყველა მიცით ალბათ, რაღაცა სტრომბოლის თეატრში ვიყავით, რეალურად მარიონეტების თეატრში, სადაც თოჯინები, როდესაც ვთქვათ იმას პატრონს ბეზრდება, იყრებიან სანაგვეზე, მიხვდებით ალბათ რომ ოცნების დეზინტეგრაციაზეც ვისაუბრებთ, გამომდინარე იქიდან რომ ესეც მთავარი თემაა და მე მიმაჩნია რომ ეს ერთგვარად რაც TBC-ის თავს ხდება, რაც ანაკლიაში ხდება და რაც ოცნების თავს ხდება, ერთი მედლის ორი მხარეა და ახსნი მოგვიანებით რატო. ჩვენ მაყურებელს ერთი რამ უნდა უთხრათ, გარდა იმისა რომ ვართ სტუდიაში, აი რაც ახსენე, რომ ვიყავით პარლამენტში და აქ მნიშვნელოვანი რა არის, როდესაც ნიუსის ჯგუფები მუშაობენ, ისინი აკეთებენ თავის საქმეს, გადასარევად, შემდეგ ეს ხდება ნიუსში, მაგრამ ჩვენ მივედით და ცოტა სხვანაირი ჟარგონზე ვიტყოთ, სხვანაირ დვიჟენიებში ვიყავით იქ სხვა რაკურსით შეგვიძლია დაგანახოთ იქ რა ხდებოდა და ამას გავაკეთებთ სულ, სადაც რაიმე მნიშვნელოვანი მოხდება, ასევე არა მხოლოდ რაღაც ასეთ ოფიციალურ ღონისძიებებზე, არამედ ქუჩაშიც გავვალთ და ადამიანებს დაველაპარაკეთ. უკვე რომელი სტუმარი შეგვიძლია ჩვენ მოვიწვიოთ, თქვენ უკვე ყველა ანუ მოსმენილი ყიყოლებათ ან ტევ პირველის ან რომელიმე სხვა არხის ეთერში, ამიტომ იმის გამო სწორედ იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული შემოგთავაზოთ, ჩვენ გვინდა რომ განსხვავებული სტუმრები ან განსხვავებული ხედვა ან განსხვავებული რაკურსი, განსხვავებული კუთხით დაგანახოთ ის, რაც მთელი დღის განმავლობაში ისედაც შუქდება საინფორმაციო გამოშვებებში და კიდევ ერთი, არ ვიცი, ეთყობა ზედმეტად ვიაქტიურეთ კომიტეტის ხდომაზე, იმიტომ რომ კომიტეტის ხდომიდან მეორე დღესვე ამ ტელევიზიის მფლობელებს, სადაც დღეს პირველად გავიდა ჩვენი გადაცემა, საკუთარი ინიციალები შეახსენეს. ვუცს მივესალმებით აქედანაც თუჩუ და ვუცს. ამ არხიდან რაღაც ჩელენჯივით გამოვიდა, გამოწვევასავით დღეს Facebook-ზე ყველა წერდა თავის ინიციალებს. მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ საქმეზე.
თემაზე ვუთხრათ, პრინციპში შევეხეთ ძირითადად რაზე გვექნება საუბარი, ეს არის TBC-ის საქმე, რომელიც არ არის მხოლოდ TBC-ის საქმე, ეს უკავშირდება ანაკლიასაც და უკავშირდება ზოგადად მამუკა ხაზარაძის ფიგურას, ეს ერთი საკითხი და რა თქმა უნდა, თუ რა პროცესი მიდის უმრავლესობაში. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამასაც დავუთმობთ დროს და აი TBC-ის საკითხი და ის ხდომა, რომლის კადრებსაც ჩვენ ვაჩვენებთ რეპორტაჟის კი, ოღონდ სანამ ვაჩვენებთ, მინდა რომ ცოტა ესეთი მიმოვიხილოსავით. რა ხდება TBC რატო არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი თქვენ ხართ ტაქსით თუ მომიწია გასვლა ან რაც ხშირად ვისმენ ხოლმე რომ აი ბანკების მიმართ განსაკუთრებული აგრესია არის, ეს გასაკვირი არ არის იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა კუსნაბიჯებით მიბობღავს წინ და სიღარიბე იზრდება. ბუნებრივია რომ აგრესია მდიდარი ხალხის მიმართ, მით უმეტეს იმ ადამიანის მიმართ, ვისი შეიძლება ვალიც კონდეს ამ ხალხს იზრდება. ამას დაემატა პარადოქსულია, მაგრამ ამას დაემატა ხელისუფლების მიერ მიღებული საბანკო რეგულაციები და თუ კი ადრე იმათ ზულდათ, ვისაც ვალი ქონდათ აღებული და ვერ ისტუმრებდნენ, ახლა ისინიც დაემატნენ, ვისაც სესხის აღებაზე უარს ეუბნებიან და აქედან გამომდინარე ძალიან ესეთი უარყოფითი დამოკიდებულებაა ბანკირების მიმართ. ბიძინა ივანიშვილი ამით ძალიან კარგად სარგებლობს, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ მამუკა ხაზარაძის და კარგი კვლევა დადო მედიის განვითარების ფონდმა, ძალიან თუ როგორ იმუშავეს სახელისუფლო ტროლების ფაბრიკამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ და რასაც ბიძინა ივანიშვილი თავისი ტროლების გარყნით და მედიასაშმითი მედიით ვერ ახერხებს, მიხეილ სააკაშვილი უსრულებს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი თავიდან ფეხებამდე გადაშვებულია აი ამ ანტისაბანკო პოპულიზმში და ძალიან ეხმარება ბიძინა ივანიშვილს მამუკა ხაზარაძესთან გასწორებაში ფაქტობრივად კალკულატებით ემუქრება ხელისუფლებაში. ბანკის ამბავს რაც შეეხება, აი აქ მაქვს მე ჩემი მოსაზრება, თუ როგორ აისახება, აი ერთი მომენტი, როდესაც სესხებთან დაკავშირებით, ანუ როდესაც რაღაც გადაწყვეტილებები მიიღება, მე ხშირად კი არა, სულ ტაქსით გზავრობ, მე არ მართავ მანქანას და ეს განწყობები ვიცი და სხვა შორის წლების განმავლობაში ვაკვირდები, როგორ იცვლება ეს განწყობები, ძალიან საინტერესოა და ძალიან შეცვლილია ბოლო პერიოდში ეს განწყობები. აი გეტყვი. მაგალითად, ეს ხო და ახლავე ახსნი რაშია საქმე. ეს საკითხი არ არის მხოლოდ ის, რომ ორი მდიდარი კაცი შეიძლება ერთმანეთს უპირისპირდებოდეს. აი ნებისმიერი გადაწყვეტილება ბოლო პერიოდის, რაც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ. პირდაპირ ურტყავს მოსახლეობას. დიახ, მათ ვისთანაც ერთად მე მგზავრობ და სხვებსაც. შემჩნევა თუ ხდება ამის თითქოს იცი როგორ ხდება. აი შემოვა რაღაც თემა რომელიც ვთქვათ აი ადამიანს ვისაც არ აქვს შემოსავალი მაღალი შეიძლება გული მოფხანოს ან გაუხარდეს მაგრამ საბოლოო ჯამში თემა მთავრდება იმით რომ სწორედ მას არ ტყამს კი და სწორედ აი ეს მინდა სანამ გავუშვებთ კომიტეტის კადრებს აი სწორედ ეს მინდა რომ კავშირი დავანახო იმიტომ რომ შეიძლება ეხლა უამრავი ადამიანი და საქართველოში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ღარიბი საშუალო ფენა ძლიერი ჩვენ არ გვყავს და ის საშუალო ფენაც რაც გვყავს ისიც ღარიბია იმ სტანდარტ ვთქვათ ევროპული სტანდარტი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის სტანდარტი რეალურად აი რატო უნდა შეიძლება ანაღლებდეს ადამიანს როცა 1 მილიარდერი მეორე მილიონერს ეჩხუბება ხო ან იგივე ხა არასამასაც უმრავლესობის დაშლასაც უნდა შევეხოთ ხა რატო უნდა ანაღლებდეს სიტყვაზე ვთქვათ რაღაცა ჩემს მეზობელს რომ რაღაცა ივანიშვილმა ჯერ ბესელია გააგდო მერე ზემოდან გედევანი მიაყოლა ხო აი რას კარგავს ეს მაგრამ სინამდვილეში ეს ორივე პროცესი ვთქვათ იგივე TBC ანაკლის გარშემო განვითარებული მოვლენები და უმრავლესობაში მიმდინარე პროცესიც არის ერთი მედლის ორივე მხარე, იმიტომ რომ რეალურად ეს ყველაფერი უკავშირდება გავლენისთვის ბრძოლას. ამ გავლენისთვის ბრძოლას აქვს თავისი პოლიტიკური გამოხატულება, პოლიტიკური იდეოლოგიური გამოხატულება და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, როდის დაიწყო. ზოგადად, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა ქართულმა ოცნებამ. კი, მანამდეც იყო, აი ეს ივანიშვილის კარზე ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლას მანამდეც ხედავდით, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ გაცხოველდა და გაძლიერდა ეს ყველაფერი, როდესაც ოპოზიციაზე ამხელა უპირატესობა მოიპოვა და თან უპრეცედენტოდ საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა ესეთი რამე. ძალიან ბუნებრივი ის რაც ახლა ხდება არის ძალიან ბუნებრივი და ლოგიკური. მე ამაში არა ლოგიკას ვერაფერს ვერ ხედავ აბსოლუტურად. კი. და რეალურად რა ხდება ეს გავლენისთვის ბრძოლა, რომელიც მე აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის პირადი, აი მაგალითად ავიღოთ, დავანებოთ თავი ცოტა ხანი TBC-ს და ავიღოთ მაგალითად აი
სიგარეტის საქმე ხა რატო ავიღებ სიგარეტის საქმეს გუშინ განცხადება გააკეთა რომ 3500 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს რა 3500 კოლოფი მძვინვარებს შავი ბაზარი კონტრაბანდა მძვინვარებს სიგარეტის კონტრაბანდა და რატო აი როგორ ალაგებს ბიძინა ივანიშვილი რეალურად აი მისი ფეოდალური მართვის სტილი როგორ აისახება შემდეგ იმაზე აი ეს მინდა ეს ჯაჭვი მინდა რომ მოსახლეობაზე როგორ აისახება ეს ჯაჭვი მინდა ზუსტად რომ წარმოგიდგენთ აი აქეთ არის რაღაცა ჩვენ გვახსოვს სიგარეტის თემაზე როგორ ცდილობდა ოქუაშვილის ომეგა ჯგუფი თქვათ იგივე ფილიპ მორისისთვის და შემდეგ უკვე British American Tobacco-ისთვის დისტრიბუციის წართმევას და ამაში იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილი გახსოვთ ალბათ ეს ოქუაშვილის ესენი 4 მილიონი სასამართლოს გადაწყვეტილება რო არა საერთაშორისო ზეწოლა და ამერიკელების ზეწოლა საკამე არ დაარევერსდებოდა აი ხა დროებით არის გაჩერებული ამაში იყო ჩართული ჩხარტიშვილიც ჩხარტიშვილი მონაწილეობს ასევე ტიბისის წინააღმდეგ ანუ გარკვეულწილად მისი კვალიც იკვეთება და ბიძინა ივანიშვილს ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ კიდეც მე მგონი შეუძლია პროდიუსერს რომ გვაჩვენოს ეგ ვიდეო ნათქვამი აქ თავისი მოსაზრება კაფიოდ აქვს გამოხატული ხაზარაძესა და ამას დაუბრუნდებით მე მგონი ხტომამდე ვიდრე მივალთ ერთი საკითხია აქ მნიშვნელოვანი შენ ახსენე და მეც ლაპარაკობდი ხო აი სეგმენტს რაც შეეხება მაგალითად ღარიბ მოსახლეობას ურტყამს რომ სიგარეტიც ასეა ხო კი იმიტომ რომ აი ზუსტად რა მოხდა წარმოგიდგენთ ანუ იქ რაღაცა გუგულიმ და კაკიზოიძემ გუგულ მაგრაძემ და კაკიზოიძემ დაძრეს რაღაც თემა ჩვენ ახლა შემოვიღეთ ანტის თამბაქოს რეგულაციები ისეთი რომელიც ევროკავშირშიც არ არის რაღაცა საპილოტე პროექტია ეს და ეს რა გვქია ამაში აიღეს 20 მილიონიანი გრანტი რომ აი ეს რაღაცა საპილოტე პროექტი რომელსაც ევროკავშირშიც კი არ აყენებენ მოთხოვნად ჩვენ აი ესეთი მკაცრი რეგულაციები შემოიღეს ეს 20 მილიონი გრანტი რომ აიღეს სად დაიხარჯა როგორ დაიხარჯა ეხა ეს ყველაფერი არ ვიცი ყურადღება მისაქცევია საინტერესოა რაზე დაიხარჯა ეს 20 მილიონი ეს ერთი მეორე ანუ ამან გამოიწვია შემდეგ უკვე აქციზის გაზრდა იმიტომ რომ ეს რეგულაციები გულისხმობს იმას რომ სიგარეტზე ფასი უნდა გაიზარდოს სიგარეტზე ფასის გაზრდამ გაჭირებულ ქვეყანაში რას იწვევს მომენტალურად კონტრაბანდა ჩდება ხო მომენტალურად გაჩნდა კონტრაბანდა და ამ კონტრაბანდას ვინ აჯდება ზემოდან ანუ როდესაც კანონგარეშე გადის მოქმედებები იქ დისტრიბუცია რეალიზაცია და მე უკვე დავებიც ანუ დავა როგორ წყდება დავა ხო წარმოიქმნება რაღაცა ტიპის იქაც უკვე კრიმინალიერება ბუნებრივად ძლიერდება კრიმინალი ანუ რა გამოდის ბიძინა ივანიშვილს წყნარად ყავს იქ რომელიღაცა თქვა რაღაცა შემოქმედები აი ამ რაღაც რეგულაციის იმიტომ რომ თავისთავად ამ მემართულებით წამოვიდა საერთაშორისო გრანტი მეორე მხრივ მან გააძლიერა კრიმინალი რომელსაც გაუჩნდა შემოსავალი და ვალშია ბიძინა ივანიშვილი კრიმინალთან კრიმინალი მისი მოკავშირეა იმიტომ რომ ყველა არჩევნებზე მას ეხმარება და მათ იყენებს და ვინ ზარალდება ყველას ხეირი ბიძინა ივანიშვილს ვინ ზარალდება უბრალო მოქალაქე იმიტომ რომ კრიმინალისგან ყველაზე დაუცველი არის რიგითი და ღარიბი მოქალაქე სად არის აქ მთავარი საკითხი თამარ ერთ წუთით აი ეს რომ მოვჭე და იგივე სიგარეტიც უძვირდება ღარიბ ადამიანს იმიტომ რომ ნებისმიერი აქციზი არის ღარიბის აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა მინდა აქ თქვა აი ხა ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ თქვა დისტრიბუციაზე ეს შეიძლება არ ესმოდეს ბევრ ადამიანს თქვა რას ნიშნავს როგორ ნიშნავს მაგრამ ყველაზე მთავარი რაც ესმის ეს ხომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ ადამიანებს უთხრან რომ სიგარეტის მოწევა ჯერ ერთი მავნებელია ვიცით ვეწევი მეც შენც ეწევი ვიცით რომ მავნებელია აგერ ეთერშიც ვამბობთ მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის თუკი არა ნახეთ ადამიანისთვის რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებს თუკი ძვირდება სიგარეტი ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანი თავს ანებებს სიგარეტს ის გადადის სხვა სიგარეტზე რომელიც უფრო იაფიჯდება აი ბანკებს რაც შეეხება ბანკზე როდესაც ვლაპარაკობდით აი ორი მდიდარი კაცი ებრძვის თუ არა აქ ერთმანეთს აქაც კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია აქაც კი შეიძლება ვიღაცა მართლა ასე უყურებდეს მაგრამ არის სეგმენტი რომელიც შეიძლება ამით დაკარგოს ხელისუფლებამ. ვისი მხარდაჭერა შეიძლება ქონდა მანამდე და რა არის ეს სეგმენტი? რომელიც შეიძლება მდიდარიც იყოს, ახლა წარმოიდგინე რა გზავნილია, ხო? თუ კი ვიღაცა მამუკა ხაზარაძე წააქცია, აი მამუკა ხაზარაძეზე ცოტა ფული ვისაც აქვს, მაგრამ კარგი ბიზნესი აქვს, რაღაც მისთვის ეს როგორი გზავნილი შეიძლება იყოს, ხო? ესე იგი, ჩემზეც არის რაღაც გამზადებული პროკურატურაში. ესე იგი, ხო და აი აქაც ვიყავ მისული და აი ქალები იქ რაღაცა როლაპარაკობენ, სადაც მამუკა ხაზარაძე დაჩაგრა იქ მე რას მინდა. დიდარი ხალხი ხომ გინახავს, ვინც ოცნებას უჭერს მხარს, ხო? და ჩვენს იყო მამუკა ხაზარაძეც მე. მამუკა ხაზარაძე საჯარო განცხადება ქონდა საერთოდ არჩევნებამდე, ხო? მამუკა ხაზარაძეზე ცოტა ფული აქვს, მაგრამ მაინც მდიდარია და ოცნებას უჭერდა მხარს. მისთვის ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი, პოლიტიკური პრაგმატიზმი, პარტიული პრაგმატიზმის თვალსაზრისით თქვა თუ გინდა მხოლოდ, ხო? და მე ადამიანს უჩნდება განცდა. ანუ ამას თუ მოერია ვიღაც, ესე იგი
მეც მომერევა. და ეს არის განცდა, რომელიც პრაგმატული თვალსაზრისითაც ხელისუფლებისთვის არის ძალიან ცუდი, მაგრამ ამას ეს ადამიანები ხვდებიან ჩემი აზრით, ვინც ვთქვათ ამ ნაბიჯებს გამენ. მაგრამ ეს უღირთ და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რატომ გახდა მამუკა ხაზარაძე, ასე ვთქვათ, სამიზნე, როდესაც იქ ვიყავით ჩვენს ხტომაზე, რომლის კადრებს ახლა გავუშვებთ, ხო, ერთი მხრივ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მოდი არ გაგრძელდეს ეს ხტომა, იმიტომ რომ ბანკი შეიძლება დაზარალდეს და დღეს პროკურატურამ ისეთი რაღაცეები თქვა, თუ ბანკის დაზარალებაზეა ლაპარაკი, ეს ურთხავს. ზოგადად ძალიან აბსურდული ვითარება იყო, იმიტომ რომ მე დავახო მივედით ერთ-ერთი პირველები და იქ რომ მივედით, ვიცოდით წინა დღეს გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, რომ გვენეტაძე არ მოდიოდა. ამასობაში დაიწყეს შეკრება დეპუტატებმა და თალაკვაძესთან გამოვხატეთ ჩემი უკმაყოფილება იმით, რომ რაც უდია მეთქი გვენეტაძის მოსმენა და რაღაცნაირად მიპასუხა, რომ რა იცით, რომ არ მოდის თუ რაღაც და უკვე შეეტყო რაღაცა ცირკის ელემენტები შემოვიდნენ, რა თქვა, რა ვიცი, ხა გვენეტაძე ხო არ მესიზმრება, თქვა წინ აღამეს იმ კაცმა. და აბა რა საიდან უნდა ვიცოდე, ხო? რაც თქვა ის გავიმეორე. ზოგადად მოდით ვნახოთ და მე გავაგრძელოთ უკვე ოცნების დეზინტეგრაციაზე, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებითაც დავსვით კითხვები, მოდით ჯერ ალბათ 12-ის ნახევარზე, მე მგონი თუ 11 რომელი საათი იყო, 12-ზე იწყებოდა სხდომა და მივედით ჯერ ჩვენ ვიყავი და არასამთავრობოებიდან 1-3 ადამიანი. არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, მაგრამ ჯობია ვნახოთ ჯერ კადრები და მე უკვე კიდე რაღაც კომენტარები შეიძლება. ისიც მინდა მე რომ შევხედოთ აი თვითონ ჩხარტიშვილსა და იმას შორის, იმიტომ რომ მაგ გვაქვს ეგ ვიდეო ჩვენ მომზადებული, მაგას ეტაპობრივად მივყვეთ. ასე იგი ჩვენი პირველი გადაცემა და დაიწყო პირდაპირ გასვლითი სხდომით და ახლა ვართ საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე. მიყურებენ როგორც ჟირაფს, არ მეულოდნენ აშკარად. გვენეტაძის ნახილვა ნამდვილად გსურდა პირველი გადაცემის დროს, სამწუხაროდ არ მოვიდა, ცოტა კომიკური განცხადება გააკეთა. ვის არ ელოდებოდნენ აქ და ჩვენ აღმოჩნდით კომიტეტის სხდომაზე TBC ბანკის ამბავზე და გვაინტერესებს რაღაცები გავარკვიოთ. გარდა იმისა, რაც აქ საჯაროდ ითქმება, ამის მიღმა კიდევ რაღაცები უნდა გავარკვიოთ. შევეცდებით ყოველ შემთხვევაში და იმედია რომ რაღაც გავარკვიოთ. კარგი იყო რომ ბატონი გვენეტაძეც ყოფილიყო, მაგრამ მან რაღაც ცოტა კომიკური განცხადება გააკეთა, რომ TBC ბანკი დაზიანდება, რომ მე ვიდეო გაირკვა, რომ თვითონ კრიტიკულ კითხვებს მოისმენს, ამისგან დაზიანდება TBC ბანკი და არა იმისგან, რაც უკვე მოიმოქმედეს და შეგვიძლია აქციების ფასები ვნახოთ TBC ბანკის, როდის დაზიანდა. ზოგადად კითხვებს რო პასუხი გაცემოდა, თან მარტო TBC-ს არ არის საქმე, ხო? ანუ საბანკო რეგულაციები მიიღეს, მაღაზიები იხურება, იქ რაღაც ხალხს ამცირებენ, ასე შემდეგ და არ მოვიდა ადამიანი კანონს არ გვყავს პირდაპირ. აი მე ვხედავთ ამისა, მე მაინც გონია დღეს საინტერესო სხდომა იქნება აქ. აი რომან კაკულიას ხედავ ახლა, რომ აი არჩილ თალაკვაძე შემოვიდა. რაღაც რამდენიმე დღის წინ უსმინე ნინო ჯიჯილაშვილთან ინტერვიუს დროს და ძალიან არ უნდა რომ მამუკა ხაზარაძეს რამე ეწყინოს, საერთოდ მისი მხრიდან აშკარად ეტყობა. რომან კაკულიას ესე ვიცნობ როგორც რესპონდენტს და ძალიან პატრიოტული კაცი ჩანს. ბატონო არჩილ. გამარჯობა. როგორ ვერანაირ პოლიტიკას ვერ ხედავ TBC ბანკის ამბავში, საერთოდ ვერანაირს. პოლიტიკაში რას გულისხმობ? პარტიების პოლიტიკას? ზეწოლას. კონკრეტული პიროვნებების, რომ მაგალითად მამუკა ხაზარაძე ჩააყენოს ასეთ მდგომარეობაში. აი როგორ მოხდა, რომ აი ასეთი სკანდალი დაიწყო TBC ბანკის გარშემო ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტის. იმისთვის ტარდება, რომ ამაზე საზოგადოებამ მიიღოს პასუხები, იმიტომ რომ ეს იყო მცდელობა, რომ ეს სკანდალად წარმოჩენილიყო, არის თუ არა სკანდალი, ალბათ კომიტეტზე ეს გამოჩნდება. კარგი იწყება. აჰა, ეროვნული ბანკიც მოვიდა. მოგონდეს რა, რაღაცა პატარა ტრიუკი ჩაატარეს. იმიტომ რომ გუშინ განცხადება იყო, რომ ახლა მაგაზე გამათობდნენ სერგი და აჩიკო, რომ ესა სხვანაირად გაიგეს ეთყობა ამ განცხადების შინაარს. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ისტორიული სხდომისკენ მიდის ამბავი. ვნახოთ. ნიშნის მოგებით გვიყურებს. არჩილ უმრავლოდ წერა კითხვა შენი ეს დატო მოვიდა. მე მგონი კანონდა არ ვიცი, არ მოდიოდა ფაქტია და გვიმერე გადაწყდა. მე მგონი რთული. რა შეიძლება მოხდეს? რთული სხდომა ელოდება. მე რა ვერ გავიგე იცი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უპასუხებს შეკითხვებს თუ არ უპასუხებს ეხლა რაღაც მაგას აბსოლუტურად გაუგებრობა, იმიტომ რომ გუშინაც ვერ გავიკითხო, გუშინ ვიცოდით რომ არ მოდის. დიდ გაუგებრობაში არის მე მგონი ბატონი გვენეტაძე მოყოლილი აშკარად, იმიტომ რომ ბიზნეს შურისძიების ნაწილი გახდა თავის დაუნებოვნად აშკარად ეთყობა უკმაყოფილება იმითი რომ საერთოდ ამ სკანდალში თავი ამოყო თანამდებობიდან გამომდინარე ნახოთ როგორ საერთოდ როგორ მოინელებს ხდება ამ სკანდალს. ესე რა მაგარი სურათია ნახე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აქეთ უმრავლესობა, იქით ოპოზიცია, რომელიც ჩხუბობს იმ ურიკაციის საკითხზე, რომელიც თავისთვის ჯერჯერობით ჩუმად ზის და აი ეს ჩუმად ყოფნა პოლიტიკურად თუ რა ვიცი როგორც გინდათ ისე დაარქვით, რამდენ ხანს გაგრძელდება ამ კომიტეტზე ზოგადად აი ეს არის ახლა ყველაზე საინტერესო ხაზარაძე რა ნაბიჯს გადადგა. ძალიან რთულ ამბავზე ვიყავით ზოგადად, მაგრამ მე მგონი თალაკვაძის ჩანაწერისაც წავიდა. მე მგონი გვაქვს თალაკვაძის ჩანაწერი. აქედან იყო აშკარად და მე ძალიან ძიმე ამბავზე ვიყავით, მაგრამ მე მგონი ყველაზე მაგრად ერთი ჩვენ გავერთეთ იქ ადგილზე და მეორე ანუ აქ ერთი ფოტო გვაქვს კიდე თუ ამის საშუალება გვაქვს, ეს არის ხაზარაძის ფოტო, სადაც დეპუტატებიც სხედან ხელი აქვთ აწეული თუ ამ ფოტოს გვაჩვენებთ თუ არის მომზადებული კარგი იქნება, სადაც აი რითიც აი ეს ფოტო. და ეს ბოლო კომენტარი რითიც დამთავრდა ჩვენი ვიდეო მასალა იყო ხაზარაძის სიჩუმესთან დაკავშირებით. აი საფინანსო კომიტეტის ხდომა არის დაგეგმილი. კი, უბრალოდ გული დამწყდა რომ თალაკვაძეს ეს არ აღმოჩნდა შიგნით, იმიტომ რომ თალაკვაძესთან გასაუბრება გქონდა ჩვენი, ვერ ხვდები რატო ამოვარდა ვიდეოდან. თალაკვაძესთან გასაუბრება გქონდა ჩვენი, სწორედ იმაზე ველაპარაკებოდით, აი ამაზე. თალაკვაძისგან გავიგეთ იქ რომ გვენეტაძემ გადაწყვეტილება შეცვალა და მოდის და აი მთელი აი ეს ფარსი, აი ხა ეს რაც ჩანს აქ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები კითხვის დასმას ცდილობენ, იქ დანარჩენებს ვაი შენ პატრონს აწერია სახეზე და არ ვიცი მესენი ლოცულობ ხაზარაძის და ჯაფარიძის მდგომარეობასაც ვხედავთ, აი თვითონ მამუკა ხაზარაძე როდის იტყვის, მე ძალიან მაინტერესებს, როდის იტყვის, ვთქვათ, კომიტეტის მომდევნო კომიტეტის ხდომაზე იქნება, ეთერებში იქნება და საერთოდ აი ერთი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რატომ გახდა მამუკა ხაზარაძე ამ ყველაფრის სამი. კი ბატონო, მე მგონი ამაზე ძალიან პასუხი ძალიან მარტივია, ბიძინა ივანიშვილი. მარტივია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ერჩის ყველას, ვისაც თავის ანუ მადლიერ ერთგულად არ მოდით რა ვნახოთ, თუ შეიძლება პროდიუსერმა ეგება გაუშვას, რადგან თალაკაძე ამოგვიგდეს იქიდან, ეგება ის მაინც ვნახოთ. თუ შეიძლება ეს წესი ხაზარაძეს და იმას რო ადარებს ერთმა ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ხაზარაძეს და ჩხარტიშვილს რომ ადარებს ერთმანეთს. პირველი ინსტანცია მოგებული ქონდა ჩხარტიშვილს მათთან და ერთადაც დამიჯენია ეგენი და ჩხარტიშვილმა 100 მოუგო მათ ბაიაქრობაში, რაც ჩემთვის გასაოცარი იყო. ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ. აგერ TBC ბანკი ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს იყო და დამა. კარგი, დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის კომენტარი ბიძინა ივანიშვილის, ეს ასახავს განწყობას ხაზარაძესთან დაკავშირებით. თამარ, რაც შეეხება თალაკვაძეს, რაღაც ჰქონდა და არაფერი გასაუბრება ჰქონდა, იქ ჩავწერეთ და აღარ არის ამაში მოყოლილი. მაგრამ ნუ არა უშავს, პირველი გადაცემა და დავლაგდებით იმედია, მე ანონსის დროსაც რაღაც ჩემ იმას გაიგებს ხოლმე უკეთესად მე რომ ანონსის დროსაც ჰქონდა რაღაც, მაგრამ კარგით ეს კი, ნუ ეხოს როგორც არის, გულდასაწყვეტია. მოდი, რაც შეეხება იმას, რაზეც ვსაუბრობდით, ეს იყო ივანიშვილის განწყობა, ხო? აი, ხაზარაძესთან დაკავშირებით, რატო აღმოჩნდა ხაზარაძე ამბავს. შენ თქვი რომ ძალიან მარტივია, მაგრამ მე არ მეჩვენება რომ მარტივია აქ რაიმე, იმიტომ რომ სამი საკითხი შემოდის ერთდროულად. ეს არის ერთი ხაზარაძე, უშუალოდ პერსონა, მეორე ეს არის უშუალოდ TBC ბანკი და მესამე ანაკლია. აი სამივე მიმართულებით ერთდროულად დაიწყო თუ რაღაც სხვა იყო? სამი არ ჭირდება არანაირი მიმართულება, სამივე მიმართულებას ერთდროულად ერთი მითი რა ქვია, ერთი გასროლით უვლის გარკვეულწილად, იმიტომ რომ თავისთავად ახლა შეიძლება ბანკის ჩამოქცევა მის ინტერესები არ ყოფილა, მაგრამ ბანკს ჩამოაშორა ხაზარაძე, ეს მის ინტერესი იყო, ფაქტია ეს ესე მოხდა. ბანკმა ზიანი მიიღო უკვე, ხაზარაძემ რეპუტაციული ზიანი მიიღო და ყველაზე მეტად მიუხედავად იმისა, რომ მე არ მინდა წინასწარ ანაკლის რაღაცა სიკვდილის გამოცხადება, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტია ჩვენთვის, რამდენიც არ უნდა
ილაპარაკონ ფოთის სარგებლიანობაზე. ფოთი არ არის ანაკლის კონკურენტი, იქ ბუნებრივი პირობები უბრალოდ არ უწყობს ხელს, რომ 9 მეტრზე ქვემოთ ჩავიდეს, 9 მეტრზე ქვემოთ 9 მეტრზე ქვემოთ არ გაითხრება ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე ვერ შემოდის აქ იმ ზომის გემები, რა ზომის გემებიც უნდა შეიძლება რომ ჩვენ მივიღოთ, როგორც ამბობენ ცოდნე ხალხი, მე დიდად პორტების და იმის რა ქვია, საზღვაო იმის სპეციალისტი ნამდვილად არა ვარ და არც მიცდია ამაში დიდად გარკვევა, მაგრამ შავ ზღვაში რა გემებიც დაცურავს 25% იღებს. ანუ ჩვენ რა უნდა დავინახოთ? ჩვენ უნდა დავინახოთ თუ სამიზნეა ხაზარაძე რა იყო და ამბავი დაიწყო ჯერ კიდევ გაზაფხულზე. სამი რამ თქვი. აქედან სამივეა სამიზნე, თუ აქედან რაიმე კონკრეტულია. მაგალითად ეს იყო პოლიტიკური ეჭვიანობის მომენტი, რომ ხაზარაძე აი მომავალში შეიძლება შემოვიდეს პოლიტიკაში, თუ ეს იყო მაგალითად ის ხმები, რომელიც გაზაფხული მოვიყვანეთ ეთერში ამასობაში. კი, მაგვიზა რომ მქონდა გაზაფხულის პირველი დღე დადგა ამასობაში ჩვენთან ეთერში, ჩვენს ეთერში მოვიდა. თუ ეს იყო გამოყოლილი ინერცია, რომელიც შემდეგ გაგრძელდა იმ მოარულ ხმებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება კვირიკაშვილისა და ხაზარაძის შესაძლო რაიმე. ვის აი რა შეიძლება არ ვთვლი რომ ეს ვინმე საინტერესებს. არ ვთვლი რომ ეს ვინმე საინტერესებს კვირიკაშვილის და რაღაცა ესეთი ინტრიგები, იმიტომ რომ ადამიანს საინტერესებს ის რა გავლენას მოახდენს ეს აი ამ პროცესზე. ამას აქვს სამი განზომილება, ერთი განზომილება არის ანაკლის სპორტი, ნამდვილად ანაკლის სპორტის პროექტის შეჩერება შეიძლება აწყობდეს ბიძინა ივანიშვილს ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ პირდაპირ ნოვოროსიისკის კონკურენტი იქნება. მეორე არის იგივე აი ეს ზუსტად ფეოდალური მართვის წესი, როდესაც იქ რაღაცა უკვე დაწინაურდებულებს რაღაცა ჩააჩოჩებს და თავადაზნაურობას აწინაურებს ხოლმე, რაც ეხა ვთქვათ იგივე თავის პარტიაში გააკეთა და მესამე ის რომ ნებისმიერი ფულიანი ადამიანი, რომელსაც აქ არ ვიცი მე რაღაცა 10 მილიონზე მეტი, მისთვის წარმოადგენს, ანუ რავი 20 მილიონზე მეტი, მისთვის უკვე წარმოადგენს პრობლემას, ეს გამოავლინა მან თავიდანვე მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში ბენდუქიძეს მემართებით ეს განზომილებები მესმის რასაც ამბობ მე მაინც მეჩვენება რომ ეს ძალიან საინტერესო საკითხია თუ გვინდა რომ ჩავწვდეთ საკითხის რა უნდა მიიღოს ახლა კვირიკაშვილის გამო რაღაცა ეწყინა ბიზანო არ ვიცი ვის რა ეწყინა მაგრამ აი ჩემთვის არა მარტო როგორც ჟურნალისტისთვის არის მნიშვნელოვანი რა მომენტში შედის რა მომენტში იწყება ასეთი კონფლიქტები. აი შენ როდესაც ამბობ რომ ეს არ არის საინტერესო, აი აქ ჩვენი აზრები იყოფა, იმიტომ რომ ეს ზუსტად საინტერესოა. თუ კი ვინმეს აქვს, ვთქვათ, რაიმე პოლიტიკური ამბიცია. რავი, ოქუაშვილთან რა მომენტში დაიწყო კონფლიქტი? რა მომენტში დაიწყო? რა მომენტში? გაიხსენე. აბა იმ მომენტში, როდესაც ოქუაშვილს ვერ შეუსრულეს ის, რასაც დაპირდნენ კორუფციული გარიგების შედეგად ვერ გაყარეს. ანუ მნიშვნელოვანია მიზეზი რისთვის დაიწყო. ოქუაშვილი თვითონ დაუპირისპირდა ვერ შეთანხმდნენ ამ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია მიზეზი, რის გამო დაიწყო ეს. აი ამ შემთხვევაშიც იგივე შეკითხვა მაქვს, რის გამო დაიწყო ეს ყველაფერი. მე მეჩვენება რომ ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ნუ გაიცემ ალბათ დრო, შეიძლება დაწყებულიყო, ეს შეიძლება ყოფილიყო ანაკლია, ეს შეიძლება ყოფილიყო. ან სამივე ერთად ან ერთი ხარტიშვილი, ეს შეიძლება ის და ამიტომ მე მგონი აქედან ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი რიგით ადამიანზე და რატომ უნდა წუხდებოდეს რიგითი ადამიანი მაშინ როდესაც ვთქვათ რაღაცა მე ვახშე იმას როგორც უწოდებენ ხოლმე მე ის ვთქვათ იგივე სამთავრობო ტროლები და მათ შორის ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მე ვახშე ხაზარაძეს რატომ უნდა ანერვიულებდეს ეს რიგით ადამიანს ამას გარდა გვენეტაძესთან უამრავი სხვა კითხვაც იყო ამ ადამიანმა საბანკო ქართული ოცნების მიერ მიღებული თქვათ იგივე იმის საბანკო რეგულაციების შედეგად ჩვენ მივიღეთ ის რომ ადამიანებს ფაქტობრივად აეკრძალათ ლამის სესხის აღება ბუნებრივია აქაც უკვე გაჩნდა ეს ხელზე აღებული სესხები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ხელზე აღებულ სესხებს რა მოყვება ხოლმე იქაც კარგავენ ბინებს ოღონდ კარგავენ კრიმინალების ჩარევით ქურდების ჩარევით ქურდებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი შემოსავლის წყაროა ამიტომ ასე რომ შემდგომ ძლიერდებიან და გვახსოვს ეს ჩვენ კრიმინალური გარჩევები ხო ამ შემთხვევაში აი ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი აი მან ცოტა ვერ გავიგე ესე იგი საბანკო გავიგეთ საბანკო რეგულაციებზეც უნდა ეკითხათ იმიტომ რომ იხურება ხო მაიღოს მაღაზიები იხურება შენ როდესაც ანუ აქ არის ამოცანა უბრალოდ საკითხი ასე დგას
რატომ გააკეთა ეს ხელისუფლებამ? ხო, აი ამ შეკითხვაზე შენ გააქვს პასუხი. აი რატომ გააკეთა? გასაგებია ეფექტი რაც არის, ამბობ რომ თქვათ იქ კრიმინალი იხეირებს ამ ყველაფრით, მაგრამ რატომ გადადგა? შენ რა ხო ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, რატო აკეთებენ რაღაცეებს ადამიანები. რა ვიცი მე სხვა ხედი რატო აფეთქეს? დროშა უკუღმა რატო დააკეთეს? არა, საბანკო რეგულაცია და ეგეთი უკუღმა რატო დააკეთეს? ხოცები არიან და იმიტომ ეს ახსნა აი ეს არის ახსნას. არ იციან რატო მიიღეს სავიზო რეგულაციები და რატო გააუქმეს მერე საზეიმოთ. აი რატო? რატო? მე ასე არ მგონია რომ მაგალითად მიიღო საბანკო რეგულაცია ესე უბრალოდ რაღაცა ის იმიტომ რომ ხოცი ხარ ამიტომ არა რაღაცა თემა იყო თვითონვე დაპირდნენ ამ რაღაცა ჯერ ერთ იპოთეკით დაზარალებული საერთოდ ხო რაღაცა გაუგებარი ტერმინია მაგრამ ადამიანებმა რომლებმაც აიღეს ვალები და ვერ გაისტუმრეს და რჩებოდნენ უბინავთ ეს იყო ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური პრობლემა ხვდებოდნენ ადამიანები რეკლამაზე უნდა გავიდეთ ცოტა ხანში ანუ აი გახსოვთ აი აჭარაში ჩავიდა იქ აქცია მოუწყეს ქალებმა რომ აი ბინებს რო დაკვირდი მოგეცდეთ თქვენ რო მოგცეთო მე აქ რიგი დამდგებაო უთხრა კიდეს და ეს პროცესი გაგრძელდა პოლიტიკური პროცესი შეიქმნა იქიდან სააკაშვილმა შეუფითილა იმით რომ აი ხალხი ბინებს კარგავს და ბანკები ფონდს გავიდნენ თვითონ ეს ბახტაძე მოვიდა ამ რაღაცა იდეით რომ აი უპასუხისმგებლო სესხებისგან ეს დაიწყოს და სულელები არიან და ეს მივედით რაღაცამდე სულელები არიან არა ესე იგი მივედით რაღაცამდე მარტო იმიტომ არა რომ ხოცები არიან ესე იგი დაიწყო ძალიან პოპულარული და პოპულისტურ თემაზე ასე ვთქვათ საარჩევნო დივიდენდების მოპოვება შევიდნენ ეს გონკა ვარუჟენი როგორც არის შევიდნენ ამ შეჯიბრში და ამან ხო აი ამან მიიყვანა ბოლომდე ხო და აი ანუ აქვს ამას ახსნა ის რომ მარტო ხოცები არიან ეს არ არის ახსნა ანუ პირდაპირ არჩევნებს ნუ ხო ყველების მე ხოცის და ნაცის რაღაცა გარემოში ჩვენ ვიდრე რეკლამაზე გავა რომან კაკულიაზე ვსაუბრობდით ჩვენ იქ მქონდა ერთი ასე ვთქვათ პასაჟი სადაც მე ვამბობდი რომ თემიაზის არის პატრიოტიანი ადამიანი მაგრამ შემდეგ სწორმა ისე წარიმართა რომ გასაოცარი რაღაც მოხდა მართლაც მაგრამ ჩვენ მოდი მოვისმინოთ თავად კაკულიას განცხადება უკვე სხდომის დასრულების შემდეგ რეკლამაზე გავიდეთ ამ განცხადების შემდეგ რომან კაკულია სხდომასთან დაკავშირებით თავად აფასებს თავმჯდომარე ამ სხდომას ჩემი კომიტეტის ხდომა ჩემეთ იყოს დამარცხინო ხა დღეს რა ჩემთვისაც პირველ ყველასთვის ეს რა გაგებით ის ქვეყანა ასეთი სხდომებით ვერ აშენდება კი ბატონო ვიღაცამ თავისთვის მეტი ქულა ჩაიწერა ვიღაცამ ნაკლებით მაგრამ ნუ ქვეყანას რა აქედა მე მგონი აი ამ ყველაფრის ძალიან ლოგიკური დასასრული იყო როცა ეს თავმჯდომარე თავად ამბობს და აფასებს ხდომას რომელიც მიყავდა როგორც სამარცხვინოს. და აქედან კარგად გადავალთ მე რეკლამის შემდეგ ივანიშვილის მართვის წესზე, იმიტომ რომ ზუსტად აი როგორც მოიქცა ეხა საკუთარ კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც მოიქცა საკუთარ კომიტეტის თავმჯდომარე, საკუთარ გუნდის წევრ, ზუსტად ისე იქცევა ყველა დანარჩენს და ეს კარგი. კარგით, რეკლამა რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში ღამის ამბებს უყურებთ გადავდივართ ჩვენი მსჯელობის მეორე ნაწილზე ეს არის ოცნების დეზინტეგრაცია რომელიც ესე ვთქვათ ანატომია, უმრავლესობა, ხო, საკონსტიტუციო და ზოგადად უმრავლესობა და საერთოდ გუნდი როგორ იმართება. კი ბატონო, ის რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში გუნდში განხეთქილება ზარებით ჩდება და როდესაც ოპონენტზე ამხელა უპირატესობა გაქვს და ჩვენ ვნახეთ ყველამ რაც მოყვა 2016 წლის არჩევნებს, 2016 წლის არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გავიმეორებ უპრეცედენტო ფაქტი მოხდა საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა ანუ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით ხელში ჩაიგდო ქვეყანაზე კონსტიტუციური კონტროლი. რეალურად აი ეს გააკეთა ესეთი რამე საქართველოს ისტორიაში. ხო, ერთგვარი ტრუკი ჩაატარა საქართველოს ისტორიაში ეგეთი რამე არ მომხდარა, რომ ნახევარზე მეტი მხარდაჭერით აკონტროლებდა და შეგეძლოს კონსტიტუციის მიღება. კონსტიტუცია მან მიიღო და ბუნებრივი იყო ეს და ამის პარალელურად მოხდა ის, რომ ოპოზიცია მოკლევადაში კიდევ უფრო დასუსტდა, სააკაშვილის სიხარბემ და ორი კურდღლის დევნის სურვილმა საბოლოო ჯამში ვერც ერთი კურდღელი ვერ დააჭერინა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით და მივიღეთ ის ფაქტი, რომ თქვათ რაღაცა ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალა, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო რაღაცა ღირებულებებზე დამყარებული განგრძობითი რაღაცა პოლიტიკური პარტია, რომელსაც მომავალი ექნებოდა, მიაბა მთლიანად მიშას და პარტია დატოვა, თქვათ იქ რაღაცა 22-მდე თუ არ ვიცი რამდენმა, ლიდერების უდიდესმა ნაწილმა და შეიქმნა ორი ფრაქცია, რამაც ბუნებრივია მოკლევადაში დაასუსტა ოპოზიციური ფლანგი, თუმცა ვთვლი, რომ გრძელვადაში
ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო და ანუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სიკეთეს მოიტანს. ესეთი და აი ეს შესაძლებლობათა ფანჯარა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, ამ შესაძლებლობათა ფანჯრით სარგებლობდა ის მაგახსოვთ ამ ინსტიტუტებს ისე ექცეოდა როგორც ანუ არჩევნებ ინსტიტუტებს 2016 წლის არჩევნების მოგების შემდეგ რუსთავი ორზე პირველი გალაშქრება მაშინ რეალურად მაშინ იქნა მიღებული ზუსტად სტრასბურგის გადაწყვეტილება და ამ შემდეგ ამიტომ ის ძალიან ადვილად გამარჯვების შემდეგ ექცეოდა ინსტიტუტებს როგორც რა ვიცი მე თავის ხეებს რომელსაც მოგლიჩდა სადაც უნდა იქით გადარგავს ბუნებრივია, როდესაც ოპონენტი ესეთ დაზუსტებულია დეზინტეგრაციის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ეს ისეთ მონოლითურ პარტიას დაემართა, როგორიც ნაციონალური მოძრაობა იყო, თუნდაც 2012 წლამდე, როდესაც თქვა სააკაშვილის ვადის ბოლო მოვიდა და უკვე იქ რაღაცა დაჯგუფებებს შორის, რაც გარკვეული განხეთქილება და დაპირისპირება დაიწყო. მით უმეტეს ოცნების პირობებში ეს თვალსაჩინო პირველად ჩვენთვის ესეთი დაპირისპირება ხო გახსოვს როდის გახდა და თვალსაჩინო იდეოლოგიური მხარით იჩენა თავი ესე რეალურად ეს დაპირისპირება უკვე არსებობდა ეს უბრალოდ 4-2-ია ტატუნაშვილის სიაზე მაშინ როდესაც უმრავლესობა მიიღო უმრავლესობის ნაწილმა, რომელსაც მე რაღაცა ნეოკოცურმა ნაწილმა მიიღო 4-2-ია ტატუნაშვილის სია ევროპული საქართველოს ინიციატივით, მაშინ გახსოვთ შენ ალბათ ეს პალეოკოცები, იგივე ეს ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი ესენი რა დღეში იყვნენ, ნერვიულობდნენ იმაზე, რომ რაღაცა ევროპულ საქართველოსთან რაღაცა ალიანსი და ბიზნესმენები დაბრუნება დაჭირდა პარტიაში და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს დასახელდა, რომ შიგნით არეულობა მქონდა და დასალაგებოდ. მაშინ არჩევნების წინ როგორც ჩანს, მაინც ფასეულად ჩათვალა ამ ერთობის შენარჩუნება. კი ბატონო, აი არის რაღაც საკითხები, რაშიც აბსოლუტურად სრულად გეთანხმები. დავამატებ, ასე ვთქვათ, ცოტა სხვა რაკურსით. ახლა 2016 წელს, როდესაც მათ მიიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იმთავითვე ცხადი იყო, იმთავითვე, რომ რაღაც პროცესები აქ დაიწყებოდა. თუნდაც იმ საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, როდესაც ძალაუფლების წყარო არის ხალხი, როგორი ტრაფარეტულიც არ უნდა იყოს ეს ვინმესთვის, როდესაც ზუსტად ვერ ასახავს ამ განწყობებს, შემდეგ თავად პარლამენტში იწყება სხვა პროცესები, თავად მმართველ გუნდში იწყება პროცესები. აი, რაშია აქ თავარი საკითხი, ჩემი დაკვირვებით. საკონსტიტუციო უმრავლესობა ნუ ჭირდებოდა, არ ჭირდებოდაზე არ არის ამ წუთას. აქ მიდის ძალიან ლოგიკური პროცესი. ივანიშვილის ფრაზა, რისთვისაც ამოვაღებინა, აი ვერტიკალი, ეს არ არის შემთხვევითი სიტყვა, ეს ძალიან ზუსტი სიტყვაა ჩემი აზრით და მოდი ჩვენ მოვისმინოთ ვერტიკალს, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს არქივიდან ეს ვიდეო მასალა და შემდეგ განვავრცობ თუ რას გულისხმობ ამ ძალიან ლოგიკურ პროცესში. მე დავბრუნდი პოლიტიკაში. სამწუხაროდ და მე მოვახერხებ, რომ ის ვერტიკალი გუნდში გამამყარო. გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ქართული ოცნების ყველა წევრის მიმართ. პარტიაც გაძლიერდება და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში და არა ამას არ დაჭირდება ბევრი დრო მარცხნივ საზოგადოებას. მაქსიმუმ ერთ წელიწადში. თქვენ ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავის სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. რატომ მინდა ამ სიტყვას დაუკვირდეთ ვერტიკალს? ეს ერთხელ თქვა ბიძინა ივანიშვილმა და მეორედაც ახსენა შემდეგ ეს და შემდეგ უკვე ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილის არჩევის მერე, აი მეორე თუ მესამე დღეს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მორჩა. როგორ უყურებს ის ჩემი აზრით პროცესს? აი მენეჯმენტი და კანიოკეო შენ რო ამბობდი ძალიან გაიმეორებ ხო იქ ვიდეოში. ის უყურებს საკითხს ასე. ჯერ პირველ რიგში, აი რა არის მისი მენეჯმენტი ჩემი აზრით. ჯერ პირველ რიგში საკუთარ გუნდში, პარტიაში უნდა დაალაგოს სიტუაცია. იმიტომ რომ ის ახლა სახელმწიფოს მართავს პარტიული ხაზით ერთგვარად. აი პარლამენტზე გავლენა აქვს პარტიით. ხო ანუ ეს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ მე არჩევნების კონტექსტში ვარ, ანუ პარტიამ უნდა მოიგოს, ხო? პარტიას აძლევს და პარტიის ლიდერს ხალხი ხმას, ხო? ხო ეს ამას ივანიშვილს აძლევს ხმას დავინახეთ ჩვენ სალომე ზურაბიშვილის საფრთხე ჩამოეკიდა პარტიის ლიდერია, სწორედ ამას ვამბობ. პარტიის ლიდერია. ისინი არარაობებად ხო და ბიზნესთან ასოცირდება და იმ პარტიასთან რა სახელსაც მას ივანიშვილი არ ბიძინა ივანიშვილი, ანუ ქართული ოცნება. ეს ერთ და იგივეა, ხო? ასეთ შემთხვევაში მან თავად დაიწყო ჩემი აზრით ეს პროცესი, ისედაც დაიწყებოდა, მაგრამ დაიწყო. ვინც წასასვლელია, უნდა წავიდეს. მაგრამ აქ რას კარგავს და რას იგებს არის მეორე საკითხი. მაგალითად რას იგებს? ის ვინც აქედან გადის,
ის ფიქრობს, რომ ის შორს არ მიდის. სადღაც მის სიახლოვეს იქნება. ანუ ხო ნახე, გადის ადამიანი და ამბობს, რომ ლამის ისევ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში. ეს მნიშვნელოვანია. ის შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამ ადამიანებზე მაინც ექნება გავლენა და ამასთანავე გაამყარებს ამ ვერტიკალს პარტიაში. იმიტომ რომ პარტია თუ არ არის მართლა გამყარებული ვერტიკალით, მე ვიღებთ იმ სურათს, რაც მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნების დროს მივიღეთ პირველ ტურში. და მას მოუწია მთლიანად მთელი თავისი რესურსით გამოსვლა და მიაღწია შედეგს. ახლა 2020-ისთვის მზადება ეს ყველაფერი, ჩემი დაკვირვებით და ამის შემდეგ, აი სასამართლო რატოა მნიშვნელოვანი? პარალელურად მიდის ეს პროცესი. ის შეეცდება პარტიაში სიტუაციის გამყარებას, სასამართლოში დალაგებას, ასე ვთქვათ. დალაგებული აქვს. ნუ არა, ჯერ უნდა შევიდეს. ხო, შევიდეს უნდა პროცესი ბოლომდე და დადგება დრო ოპოზიციის, ჩემი აზრით. იმ ოპოზიციის, რომელიც ახლა იკრიბება, სრულიად განსხვავებული ოპოზიციის დრო დადგება. ის ეცდება, რომ ოპოზიციაში შეიტანოს რაიმე ზუსტად ესეთი დეზინტეგრაციის პროცესი, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ არ შედგეს საბოლოო ჯამში 2020 წელს. ყველა ერთის წინააღმდეგ იმედი მაქვს, რომ არ შედგება, იმიტომ რომ ყველა ერთის წინააღმდეგ ალიანსში ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ქართული ოცნება. მე რომელიმე ძალა ხელისუფლებაში მოვიდეს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში იყოს ნამდვილად არ მინდა. მე მინდა ხელისუფლებაში მოვიდეს ის ძალა, რომელსაც აქვს გარკვეული ხედვა და მე მეცოდინება ადამ ბიმდე როგორ მივა და რა გზით მივა და რა პრიორიტეტები ექნება. ეს არ არის ყველა ერთის წინააღმდეგ არანაირად არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში, იმიტომ რომ ეს აღარ არის რაღაცა საუკუნის, ისა რა ქვია, მე-20 საუკუნის ბოლო, როდესაც საერთოდ ეს და ან კიდევ ვთქვათ რაღაცა საქართველოს დამოუკიდებლობას რო იდგავდა ფეხს. ამ ადამიანებს თავი გამოვლენილი აქვს, ადამიანებს აქვს საზოგადოება არის გაზრდილი, ნამდვილად არის საზოგადოება გაზრდილი, საზოგადოება ითხოვს პოლიტიკური პარტიებიდან. როგორ შეიძლება აღიქვამდეს ივანიშვილი, როდესაც აი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სპექტრი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე, ეს არის საარჩევნო სისტემა, იკრიბება ერთად. ეს მისთვის არ არის სასიამოვნო პროცესი, დამეთანხმები ალბათ ხომ? ანუ ეს მოთხოვნა დადგება ძალიან მალე, ძალიან აქტიურად. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პოლიტიკურ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მოთხოვნა აქტიურად დადგება, ნამდვილად ყველა ოპოზიციური პარტიები ბიზნესში სულელი კი არ არის, ხო ოპოზიციური პარტიები, იმიტომ კი არ იკრიბებიან იქ, რომ ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვს. იმიტომ იკრიბებიან, რომ ყველას აწყობს პროპორციული სისტემა და იმიტომ იკრიბებიან და ამასთან დაკავშირებით თორე რაღაცა შეთქმულებას კი არ აწყობს ახლა ევროპის რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის მისთვის და ხელისუფლებისთვის ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი, ხო? აი წარმოვიდგინოთ ჩვენ ის შედეგი. საკითხის გარშემო ის რომ ვეღარ ახდენს დემონიზებას ისეთი ძალების და მიდიან და თუნდაც აი ნაციონალურ მოძრაობასაც გვერდზე ის შედეგი, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, ეგ შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე ნიშნავს ხელისუფლების დაკარგვას და ახალი კოალიციის შექმნას პარლამენტის შიგნით. თუ რაღაც ეგეთი პროპორცია დარჩა. ვისთან ვინ შექმნის კოალიციას, ეს ხო სხვანაირი, ეხა ხო სხვანაირად სხვანაირი არჩევნები იქნება, ხო? თქვათ, მარტო სამი ძალა არ მიიღებს ამაში მონაწილეობას. როგორ გადაჯგუფდებიან? წინ 2 წელია, ეხლა ჩვენ არჩევნებზე რო ვილაპარაკოთ, რა კონფიგურაციებით დაალაგდება? რა კონფიგურაციებით დაალაგდებიან პოლიტიკური პარტიები? პარტია უნდა დაალაგოს ჯერ, მერე სასამართლო აი ეს საკითხები არის გადასაწყვეტი და შემდეგ ოპოზიციის მე მგონი მე არ უყურებ ესე რომ ის პარტიის დალაგებას რაიმენაირად სერიოზულად აღიქვამს ან საერთოდ რამედ მიაჩნია ეს ყველაფერი მან თქვა რომ მე წინო ნიჭიერ ხალხს გადმოვწევო ეხლა როგორც ჩანს ნიჭიერებად აი ეს თალაკვაძე და ეს მიაჩნია მდინარაძე და ესენი იმიტომ რომ ფაქტია რომ მაგათ მხარეს არის ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ანუ რეალურად ოცნებაში დაპირისპირება არ მიმდინარეობს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიაში ოცნებაში დაპირისპირება მიმდინარეობს ბიზნეს დაჯგუფებებს შორის ანუ აი მარტო ეს ოცნება ბიზნეს ივანიშვილის გარშემო მიმდინარეობს ზოგადად გავლენისთვის ბრძოლის პროცესი გავლენისთვის ბრძოლის პროცესი მიმდინარეობს მე მგონი რომ აი ესე მშვენივრად ართulis ის რომ რამე დასალაგებელია დალაგებულად მიიჩნევს ამ ყველაფერს და პირდაპირ ყრის ამათ იშორებს მე არ მიმაჩნია მან 2016 წლის კი არა უკვე საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან კარგად ნახა ამ ხალხის ფასი მიხვდა რომ კი ნაღამ წააგო არჩევნები სანამ თავისი ფულით არ ჩაერთო ისევ და 600,000 კაცი უპრეცედენტო მოსყიდვა ჩაატარა ფაქტობრივად ამორჩევლის რომლის შესახებ უკვე ყველა წერს თავისი ფულის გარეშე გუნდმა ვერაფერი ვერ მოიგო ეს ესე თulis და აგერ აი გამოიცვალა და გადაყარა კიდეც აი ესე უყურებს ამ ყველაფერს ისევ მიაჩნია რომ შემდეგი არჩევნებიც მან უნდა მოიგოს ფულით უბრალოდ ერთადერთი ეგ არის რომ ამ ოპოზიციითაც ბევრს არაფერს არ კარგავს ამაში ნამდვილად დაგეთანხმები იმიტომ რომ რეალურად რა მოხდა ყავდა ერთი შავრაზმული სატელიტი ბემის პატრიოტთა ალიანსის სახით ეხლა გაჩნდება მეორეც ანუ რადიკალური ორი
გახდა. ანუ შედარებით ანუ სპექტრი რო ავიღოთ, აი ქართული ოცნების სპექტრი, ხო? იწყება ვთქვათ შუგოშვილით, ვთქვათ შედარებით დავარცხნილი ცივილიზებული ვთქვათ იგივე თალაკვაძე ან აი ამ ხალხით, რომელსაც ვთქვათ გამარჯობა იციან და ვთქვათ რაღაც ეს რა ქვია, ნაკლებად ვთქვათ იციან რაზე რა პოზიცია გამოხატონ მეტნაკლებად ვთქვათ რაღაცა უფრო პროდასავლურები არიან და იგივე აი 4-2 ტატონაშვილის სიაზე ვთქვათ აქეთ ამ ხარეს აღმოჩნდნენ რუსეთისადმი კრიტიკული პოზიცია, ვიდრე ჩაყვები და კვიციანამდე არ მიხვალ, ხო? ეს არის სუქართული ოცნების სპექტრი და აი სადღაც აი აქ გაჩნდა უკვე უფრო პატრიოტებისკენ ვიდრე ვთქვათ ჩუგოშვილისკენ სადღაც ბესელია. ესეთი დაქუცმაცება ბიძინა ივანიშვილის დიდ პრობლემას არ უქმნის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა კანონიც არ უნდა მოუნდეს და რა იმიტომ რომ ჩვენ ხო ვნახეთ ეხა ჩვენ ვნახავთ, მოდი ხო არ ვაჩვენოთ ბარემ. მოდი ვაჩვენოთ ბარემ, აი ამ ნაწილში ჩვენი აზრები ემთხვევა, მე არ შევდივარ აქ შეთქმულებაში რომ აი სპეციალურად აკეთებს ამას. არა, პროცესი ასეთია, ლოგიკურია, მაგრამ ის მიყვება ამ პროცესს და ეს ხალხი მიმაჩნია რომ მის ორბიტაზე იქნება. აი ჩვენ მოვისმენთ ეკაბესელიაც ჩავწერეთ ეს და იქ მოვისმენთ რომ ეს ბესელია კიდევ იმას ელოდება. ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობას ელოდება, გადაიფიქრებსო, იძახის, ეცვლება ხოლმე აზრიო. კიდევ მის მოლოდინშია. მაგრამ იცი რა, აი სანამ გავუშვებ, მოდი ბარემ ამასაც ვიტყვი, აი განწყობები იცვლება, აი ტაქსიში მგზავრობაზე ხო ვამბობდი, აქ ძალიან იცვლება განწყობები, მე პირადად ასე დაკვირვებით, მაგრამ ეს არ არის სოციოლოგიური კვლევა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვგრძნობ ამას. იცვლება თავად ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებშიც, აი ადამიანებში, რომლებიც ჩანდნენ, მე არ ვიცი უსმენთ თუ არა დავით მაღრაძეს შენ გუშინდელ ეთერში, ხო? აი სულ სხვანაირი ლაპარაკი მიდის. ამათაც ხო ოღონდ მოდი ახლა ისე ვთქვათ რა ბიძინას მითე მხარესას გავიხედოთ. ამათაც ხო რა უნდათ ახლა ამათ რაღაცნაირად ადგილი აქვს დაკარგული მის გარემოცვაში და ყველა დგას და იმას ეხოწება რომ აი გუნდი არ გივარგა და აი ახლა ესე წააგებ და აი მე მიმიღე და აგერ დღეს უცნობი საერთოდ ოპოზიციაში წადიო უცმისიო რა ქვია. კარგი, ანუ ცოტა აი როგორ ცოტა იმის აი ეს რაღაც ქართული ოცნებასთან დაახლოებულ პირებს რო უყურებ ის თუ გაქვს ნანახი სუსკინდის გრენუი ბაგენუი მანუ პარფიუმერი რა ბოლოს რო გლეჯენ აი ხანახალში დაბეჭილება რჩება რომ ეს მესელიასაც რო უსმენდი რომ მაინც რო ბიძინა უნდა და ენატრება ადრე სხვა შუაში სხვებისგანაც გამიგია ვინც ის არის რომ მაინც აი ეს რაღაცა სამსახურის მოპოვებას ცდილობს და გუნდსულან ძღავენ ეუნებიან რომ გუნდს შენთან სწორი ინფორმაცია არ მოაქვს აი მე დაგეხმარები მე იმას ვიზავ და ხანახან არ დაპუტონ ხოლმე ეხა ეს აი რომ მიუშვა შეესევიან ნახოთ ჩვენ ვიდეო მე რაღაც დამჭა კიდევ ამ საკითხზე კავშირებს წამოდი ერთად წავიდეთ ოპოზიციაში. გასაგები ამ საკითხზე რაღაც დამჭა სათქმელი, ოღონდ ჯერ ვიდეო ნახოთ და შემდეგ განვაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ბატონ ბიძინას ხშირად ვთქვამს ხოლმე რომ მენეჯმენტი მისი კანიოკია და რა დაემართა ეხლა რატო ვერ დაამენეჯმენტა ეს თქვენთან რაც ხდება საკონსტიტუციო უმრავლესობის წასვლა ბიძინას შეეშალა რამე თქვენი აზრით? საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ეს მიზანი. ეს არის შედეგი იმარჩევნების, რომელიც 2016 ჩვენ მოვიგეთ. აი გოგი ჩაიშვილზე რომ თქვა კობახიძე მის რაც თქვა თქვენ ამას ეთანხმებით? სწორი იყო ეს? სწორი იყო? კი, აი გოგი ჩაიშვილზე და აი როდესაც ასოცირება გაუკეთა ნაციონალურ მოძრაობასთან პრაქტიკულად თქვა რომ მათი რაღაცა განცხადებები თუ ასე შემდეგ ემთხვევა ერთმანეთს. ანუ ეს კონტექსტი აქვს გოგი ჩაიშვილს. ამ ნაწილში ეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარეს? პარლამენტის თავმჯდომარეს, რა თქმა უნდა, ჩემი და თანაგუნდელების მხარდაჭერა აქვს. ნინო, თქვენ საითხართ, რომელ ხარეს ხართ გადაწყვეტეთ უკვე? წამსვლელებში, დამრჩენებში, ქართულ ოცნებაში. მე მგონი ჩანს კონტურები რაღაც ამ შემთხვევაში ესე არ დავყავთ ჯგუფს წამსვლელები და დამრჩენები დავყავთ ის საკითხი რომელ საკითხზეც თითქოს არის აი ეს დამოკიდებულებები თითქოს რატო ანუ სასამართლოზე არ არის ეს ამბები რამე სხვაც არის კიდევ სასამართლოზე გეუბნები ამიტომ ვამბობ რომ არ დავყავთ იმას ეს საკითხს წამსვლელები და დამრჩენები დავყავთ საკითხს სასამართლოსთან დაკავშირებით რა უნდა იყოს ყველაზე სწორი პოზიცია პარლამენტის წამო რაღაც ამბავია. წავედი. ბოდიში. გამარჯობა
გამარჯობა. თუ შეიძლება რომ უმრავლესობის დაშლაზე გკითხოთ ორი. მაგით ჩემ პროფილი არ არის, რაღაცა სხვას კითხეთ. ჩემ მე მკითხეთ ამ თემებზე რაც არ არის. გამარჯობა. ხუთშაბათ ჩვენი გადაცემა იწყება. TV პირველზე. საინტერესოა. ხოდა ახლა ჩვენც გვაქვს გასული ის ხდომა როგორ ახართ ვადან დავით. ამიტომ არაერთხელ თქვამთ რომ მენეჯმენტი მისი კანიოკია. როგორ ფიქრობთ რატომ ვერ მოახერხა მენეჯმენტი აი ამ პრობლემების იგივე ეკაბესელიასთან იმ ხალხთან რომლებიც მაგალითად ეკაბესელიას დაუდგნენ გვერდში კანონ პროექტის ნაწილში მოსამართლეებს. უმრავლესობის პირობებში, როდესაც 150 კაციდან 115 უმრავლესობის წევრი იყო, ძალიან ბუნებრივია რომ შეიძლება რამდენიმე მათგანმა რაღაცა სხვადასხვაობის და რაღაც კონკრეტული პირადი ინტერესების გამო მოინდომოს გუნდიდან დაგასვლა. თქვენი აზრით ისინი ოპოზიციაში არიან ახლა? თქვენს ოპოზიციაში აი ხო გაქვთ კოლეგებთან ურთიერთობა? დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არა, კონკრეტულ საკითხზე ხო არ არის ოპოზიციაში, ან არიან, ან არ არის. სად არიან? აი საკითხიდან გამომდინარე დაიწყო და შესაბამისად ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არიან ოპოზიციაში. ბიძინაევანიშვილის ოპოზიციაა ეკაბესელია თქვენი აზრით. მე ვერ გეტყვით, მას უნდა დაუსვათ ალბათ ეს კითხვა. აი თქვენი აღქმით თქვენი შეფასებით. თავშევიკავებ ამ შემთხვევაში მისმაგივრად ვისაუბრო. მე არაერთხელ გამიგია ბატონ ბიძინასგან რომ ამბობს რომ მენეჯმენტი მისი კანიოკია ციტირება რომ მოვახდინო და რა ვერ დაამენეჯმენტა ეხა აქ თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ თუ არ დაამენეჯმენტა იცით რა, საკონსტიტუციო უმრავლესობას პირდაპირი აზრი და დანიშნულება ჰქონდა მანამდე, სანამ კონსტიტუციაში არ შევიდა შესწორებები. არ ჭირდებოდა ანუ ბესელია და ამიტომაც არის ზრუნა რომ დარჩენოდა, ხო? არა, მე ვერ ვიტყვი რომ არავინ არის ზრუნა, იყო ძალიან ბევრი შეხვედრა, სადაც იყო ძალიან სერიოზული მცდელობა საერთო ენის გამონახვის. ისევ რომ ეს ვთქვა, ანუ არ ჭირდებოდა, აღარ ჭირდებოდა და ეძახის და მე საინტერესო რომ აი ზუსტად ეს გამოხატავს მის დამოკიდებულებას თავისი გუნდის წევრების მიმართაც, ანუ ვთქვა რაღაცა დააწინაურებს, ფეოდალია ჩვეულებრივი, დააწინაურებს რომ რაღაც დიდებულებს, მე ვთქვა აი მათ გაცვეთს, იმათ მოიშორებს თავიდან, იმ თავიდან ესე იყო და ეხა სხვა რაღაცა, სხვა პლეიადა წამოიყვანა. რომელთანაც ზუსტად ასევე მოიშორებს. გასაგები, აი ნახე ახლა თავარი პრობლემა სად არის რა? ხომ ნახეთ მეორე ტურზე რაც ხდებოდა. ნახეთ, ანუ გამოვიდა მთელი თავის შესაძლებლობებით, ხო? ეს ყველაფერი, აი მე კიდე ერთხელ გავიმეორებ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, პირდაპირ მიუხედავად იმისა, რომ 2020-ში არჩევნები პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნებთან, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, ანუ რჩება თუ არ რჩება ხელისუფლებაში, ხო? და ეს არის მესამე ვადით, ეს ძალიან რთულია. ერთი ვადით გასაგებია, ორი ვადითაც, ორი ვადის შემდეგ იწყება ძალიან სერიოზული მობეზრება, სხვა თუ არაფერი და მესამე ვადი ძალიან რთულია დარჩენა. აი სწორედ ეს მესამე ვადაა ახლა და ფული რასაც შენ ამბობ, ეს ერთი. მეორე, აი დაალაგებს იმას, ჩააჩოჩებს ამას, შემოიყვანს კაბინეტებში შეიძლება ყველაფერი დაალაგო იდეალურად, მაგრამ მე მრჩებაში დაბეჭდილება თუ სადმე შეიძლება დაკარგო ძალაუფლება, ეს არის გარეთ, ქუჩაში ხალხთან და აი ეს მომენტია ყველაზე მთავარი, მე სულ მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ქართული ოცნების სათქმელი ბიძინა ივანიშვილის 2020 წლის არჩევნებზე. ფული ერთი საკითხი, რასაც ახსენებ, გავიგე ეს და მეორე რაც აქამდე მუშაობდა საკითხი. რომ აი სააკაშვილი მოვა და იმუშავა ამ საკითხს ყველა არჩევნებზე. აი ახლა ძალიან ანუ მე ვიცი ცოტა პასუხისმგებლობით მინდა რომ მაყურებელს მოვექცე, ამიტომ 2 წლის მერე რა მოხდება, ამას ვერ ვიტყვი. რა შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის სათქმელი? ამაზე მე მგონი ჯობია ეხლა დღეს როგორ უნდა ვიცოდე, აბა მე რა იქნება ბიძინა? ხო და აბა პასუხი ხო და აკითხებს, იმიტომ ვსვავთ რომ პასუხები მე ვეღარ. რა იქნება ბიძინა ივანიშვილის სათქმელი 2020 წელს? ვინმე რომ გითხრას კიდეც გატყუებს, შენს გატყუებს, მაყურებელსაც ატყუებს. ეს არის საინტერესო საკითხი ჩემთვის. საინტერესო და კიდევ ერთხელ ახსნე ხმა. როგორ უნდა გაიგო რა მოხდება 2 წლის განმავლობაში? რა უნდა გაიგო? ეს არის ამოცანა, რა შეიძლება იყოს? დღეს კი ვერ უპასუხებ. კი და დღეს კი ვერ უპასუხებ, მაგრამ ეს საკითხი დღეს რაზე შემიძლია დღეს გავცე პასუხი მკითხავს. შენ არ გეკითხები, მე ვსვამ შეკითხვას და მე მაინტერესებს ამაზე პასუხი არა შენგან, არამედ ზოგადად რა შეიძლება მოხდეს, ხო, ამაზე 2 წლის შემდეგ იქნება თუ წელიწად ნახევრის შემდეგ. რატო არის ეს მნიშვნელოვანი საკითხი? ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ისე ვერ ამუშავდეს, როგორც აქამდე მუშაობდა, ეს არის სააკაშვილის ფაქტორი. აი შენ თქვი სააკაშვილზე, რომ ის ხელს უწყობს, იყო ეს მომენტიც, მაგრამ მეორე მხრივ მისი ლიდერობით
აიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ 800.000 ხმა. ესეც მისი ლიდერობით არა უღია, ზუსტად იმას ამტკიცებდნენ მთელი აი ამ გაერთიანებული ოპოზიციის განმავლობაში რუსთავიორს არც ერთხელ ნაციონალური მოძრაობა არ უხსენებია. არც ერთი გაერთიანებული ოპოზიციას ამბობდა მხოლოდ და მიხეილ სააკაშვილი მთელი კამპანიის განმავლობაში ეს ამას გულისხმობდა მეთქი რასაკვირველია არ ვამბობ ამას, მაგრამ ამბობდა რომ რეალურად იქნება ვაშაძე და ასე შემდეგ. ანუ აწყობილი ჰქონდათ იმაზე რომ მიშა კი არ იქნება, აი ვაშაძე იქნება, ხო? ადამიანებისთვის გასაგები იყო მიშა და ბიძინა იყვნენ. ამას არ უნდა ეხლა ვინ რამდენჯერ ახსენებს გაერთიანებულ ოპოზიციას. ხო, მოდი ესე არ არის, ვახო, ანუ ესე მიშა და ადამიანებისთვის იყვნენ მიშა და ბიძინა, ანუ მაშინ როგორ გამოდის, ანუ რატო ანუ შენ ფიქრობ რომ იმ 800.000 კაცმა და მათ შორის მეც მიშას მივეცით ხმა? აი ეს ხო და აბა რატო აწაყენებ ეს ხო სტატ შეცდომაში შეკლავს მაყურებელი მე მივეცი ხმა ვაშაძეს მაგრამ მიშასთვის არ მიმიცია და ჩემთვის მიშა და ბიძინა არ ყოფილა შენ არ ახარ მთელი ელექტორატი რა თქო მე არ ვარ ჩემნაირი ხო იყო 200.000 კაცი 200.000 ადამიანი 200.000 შენ ხო კონკრეტულად 200.000 სახელი თუ არ ლაპარაკობ თუ მომისმენ გაიგებ რასაც ვაბა 200.000 ადამიანმა მიცა ხმა დავით ბაქრაძეს შემდეგ ამ ადამიანებმა აიღეს და მიცეს ხმა ვაშაძეს რანაირად მიშა რაშუაში როგორ რაშუაშია მიშა ეხა თავს თუ მოიტყუე მაგრამ ესეა ფაქტორი ბაქრაძეს რომ ისცეს ხმა ის ხმები მე საწავიდა ნაწილი საწავიდა და მეორე ნაწილი საწავიდა რაშუაშია და მაგაზე ვლაპარაკობ ზუსტად რომ ადამიანები სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა არჩევანს აკეთებენ გასაგებია შენი აზრი მე მიშა და ბიძინა რანაირად იყო ხმა რანაირად იყო და ასე იყო არ მიმიცია ხმა მიშასთვის და ბიძინასთვის თამარ მომისმენია შენ მიშას და ბიძინას მიეცი ხმა არა არც ერთს არ მიმიცია საერთოდ ვერ წავედი იმ დღეს არჩევნებზე გადაღებაზე მე დავდივარ ყველა წავედი გადაღებაზე ვიყავი სამწუხაროდ. ყოველთვის ვაკეთებ არჩევანს, მათ შორის უხერხულ არჩევანს. ახლა ვაშაძისთვის ხმა რომ იმეცე, იმედი მქონდა ჩართული და მაგას უყურებდი მთელი ერთი თვე, მთელი კამპანია რომ ეგება გული ისე ამერიოს რომ წავიდე და თავისუფლად მივიწევ. მე ნონ-სტოპში მუშაობდი, ვერ მომახერხე, კარგი, ეს სხვა საკითხია, ვისაინტერესო. ხო და მაგას ვამბობ, არ არის ესე. ეს უნდათ ესე წარმოჩენა ამას ინტერესებში რომ არის მიშა და ბიძინა. ეს არის მიშას ინტერესში რომ ესე წარმოჩინდეს, ეს არის ბიძინას ინტერესში. მიშას არ უნდა ბიძინას დამარცხება. პოლიტიკა ამ ნიშნით საქართველოში. ახლა თუ თავს მოიტყუებ და იტყვი რომ რაღაც სხვა ფაქტორიც ხო მესმის ვერ თანხდებით ამაში, მაგრამ მე მგონია რომ ყველა 200.000 კაცმა მიშას არ მიცა ხმა ბაქრაძეს მიცა და არითმეტიკა ეს არის პირველი და მეორე ტური გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ სხვა რამე არ არის გასაგები ეს. მე მგონია რომ აქ ღრმად ცდები, იმიტომ რომ როდესაც ადამიანებს დაუდგათ კონკრეტული არჩევანი, ისინი მეორე ტურში არჩევანს აკეთებდნენ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის და თუ ფიქრობ რომ აქ კიდე რამე სხვა შენ არ ყოფილ ხარ არჩევნებზე და მე ვიყავი და გეუბნები მე არ გამიკეთებე მეთქი და შენ ეძახი რომ მე არ ყოფილ არჩევნებზე მაგრამ მე ვიცი რას ფიქრობ შენ არ ხარ ყველა მომჩევი გავიგე მაგრამ 200.000 იყო ჩემნაირი ვინც ბაქრაძეს მიცა ხმა და მე იმიტომ მიცა ხმა სააკაშვილს რომ სალომე არ უნდოდა 200.000 იყო ჩემნაირი არითმეტიკა ავახო გადათვალე აბა რატო ლაპარაკობ იმ 200.000 კაცის სახით იმიტომ რომ ეს იყო არჩევანი ქართული პოლიტიკის ეს შეგიძლია ბევრი რამე ამტკიცო აი ზუსტად ეგ არის ზუსტად მოჯადოებული წრე რომელიც შეიქმნა ორი ადამიანის გარშემო მთელი პრობლემა ქართული პოლიტიკის არის ეს როდესაც ვერ ახერხებს ვერც ერთი სხვა ძალა რომ ამ ველში შევიდეს სერიოზულად მარტივია ძალიან მარტივია რატომაც ვერ ახერხებს იმიტომ რომ ჩვენ ტელევიზიაში ვხედავთ ახლა ამ ტელევიზიას აქ აი საზოგადოებრივ მაუწყებელს უსწრებს ხო ანუ თავისი არა აქ იმხელა ხმა არც იმხელა კავერეჯი ახალი ტელევიზია არის ჩვევა ჩვენ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური პლურალიზმი პირდაპირ იყო გადაბმული ხოლმე მედია პლურალიზმთან ადამიანები ტელევიზიებს ხდიან იმისთვის რომ ბიზნესები დაიცვათ ოლიგარქული პოსტსაბჭო ანუ ესეთ სივრცე დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი გარემო როდესაც ერთი მხრივ გვაქვს ერთი ნაციონალური არხი რომელსაც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ მაგათ საგანგებო რეჟიმში რომ გადავიდნენ მეორე ტურამდე რაც ხდებოდა ხო ეს არის ერთი ტელევიზია არის იმედი მეორე ტელევიზია არის რუსთავი რომელიც არის პირდაპირ მიშას ნარატივს იმეორებს მიშას მაქსიმა ყველა რაღაცა -1 და ასე შემდეგ პირდაპირ მიდის ამაზე ერთი აი გაცლიდა ნელ-ნელა მიხვალ იმ დასკვნამდე რაც ცოტა ხნის წინ არა ერთი მე ვიცი სადამდეც მივალ შენ უმეტყო რაღაც მე რა დასკვნამდე არა მარტივი რაღაც არის და ხდება რეალობის დამახინჯება ხდება რეალობის დამახინჯება რომ კვლევები რო ჩახედო კვლევებს რო ჩახედო იქ შენ ნახავ სულ სხვა სურათს ხო ამასობაში იმიტომ რომ გადანაწილებულია ანუ 10% სადავის შორის არის გადანაწილებული იქ არის ვთქვათ რაღაცა შეიძლება 18% პოლიტიკური ველი ამაზე მიპასუხე ვისაც პოლიტიკური ველი როდესაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო საპარლამენტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაქ დავით
ბაქრაძეს ჰქონდა იმაზე მაღალი რეიტინგი და იმაზე მაგარი მხარდაჭერა, ბოლოს რა იყო? ვიდრე ბოლოს, იმიტომ რომ შეჭამა საინფორმაციო ველმა და მე შენთვის ჩრდილოეთ კორეაში სხვა ეხლა შენ საინფორმაციო ველს აბრალებ ტრიანად. თუნდაც ასე იყოს. ბუნებრივია, ფაქტორი ხო არის? ხო, მაგრამ ამის მიუხედავად 200.000-მა კაცმა წავიდა და დათო ბაქრაძის მისახმა ერთხელ და ის 200.000 ხმა საწავიდა მერე? ის 200.000 ხმა, როდესაც არჩევანი დგება, აბა როგორ გინდა, ხო, ეგ არის პოლიტიკური ცხოვრება. ორი პოლუსია თამარა. არ არის, მესამე რომელია? ეს არის მოგონილი, რომელია მესამე? არ არის, უფრო სისტემა განაპირობებს ამას. ამას განაპირობებს საარჩევნო სისტემა. მესამე ძალის ცენტრი რომელია დღეს? მესამე ძალის ცენტრი მილიონია ევროპულის პირდაპირ არსებობს 12% აიღო ამ ძალამ არჩევნებში. 12%-იანი მესამე ძალა როდის ყოფილა საქართველოში? ერთხელ მითხარი როდის იყო? ეგ 12% 2020 წელს რამდენი იქნება შეგიძლია თქვა? არ შეგიძლია, ხო? აი მაგას ვამბობ ზუსტად. ანუ ის გეტყვის რომ 2 წლის მერე რამდენი იქნება ეს 20%? გამარჯობა შენ. მაგას გეუბნები. არის ორი პოლუსი. შენ მოდი ორი რამეზე შევთანხმდეთ. მე არა ვარ ყავაში მკითხავი. მე შენ ვერ გეტყვი 2 წლის მერე რა იქნება. ხო და რო ვერ მეტყვი მაგას გეუბნები. ამიტომ დღეს რაც არის იმას გეუბნები. დღეს არ არის ორი პოლუსი, იმიტომ 37% და 12% არ არის არც ერთ-ერთი ორი პოლუსი. არც ერთი. ეხლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. აი რაც თქვი აქედან. მე არის ორი პოლუსი. გეტყვი ახლა. და მით უმეტეს თუ პროპორციულ არჩევნებზე გადავედით, მით უმეტეს თუ პროპორციულ არჩევნებზე გადავედით. მაგაშია საქმე. რანაირად იქნება ორი პოლუსი? აი ეხლა მივედით დასკვნით. მე მგონი ჯობია რომ ეხლა აი უბრალოდ ეს უნდა ვთქვა, ნახე. შენ მიგაჩნია რომ არ არის რაღაცა მკითხაობისკენ გადავედით 2020-ში არ იქნება და ეს არ მე არ მიყვარს მკითხაობი, მე მიყვარს ფაქტები. ეხლა მკითხაობ და ეხლა ვერ მკითხავ. 2020-ზე კი არ მკითხაობთ. შენ მკითხავ, იძინა, აი როდესაც ბიზნესმენის სათქმელი რა იქნება 2020-ში მეუნები, რამდენს აიღებს ევროპული საქართველო 2020-ში? წარულ კი არა მაგ გაშლილი. კი არ ნერვიულობ, უბრალოდ. როდესაც შენ არა, ეს შენ ამბობ რომ მკითხაობა, მე სხვა რამეს გეუბნები. გამოიცნოს ადამიანმა 2 წლის შემდეგ ბიზნეს სათქმელი რა იქნება? და გამოიცნოს კი არა, ამოცანა აქ მეთქი რომ ადამიანმა უნდა გათვალოს რა თქვას 2020 წელს ხალხს რა უთხრა, ესა მის მთავარი საკითხი ახლა. და არა ის რომ იმკითხაოს. ეგ ჩვენ კი ვერ უპასუხებთ ამას. ანუ ეს არის მისი ამოცანა. 2020 წელს რა თქვას, ვერ ხვდები რომ ეს არის მისი ამოცანა. მე არ ვიცი ხა მე ბიზნესში ან მის ფსიქოანალიზში შედეხარ. ეს არის მისი ამოცანა და ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა არჩევნების წინ. კარგი გაუშვათ ეკაბესელიასთან ჩვენი საუბარი გაუშვათ. რა იქნება ამაზე რა ხდება ახლა? ნუ მკითხაობ, ეს არის ამოცანა უბრალოდ. არ ვიცი მე გამოცანები ეგ ივიონიშვილის ფსიქოანალიზი მე რა ვიცი. შენ იცი თუ არა ამას კი არ ვარჩევთ. ეს იქნება მისი ამოცანა. და ილაპარაკე, მაგრამ მე რა საკითხსაც დავსვამ, ყველაფერს კი არ უნდა უპასუხო შენ. ვესელია გაუშვათ ახლა. მეთქი უნდა დავემარო. გამარჯობა. ბატონო, ერთხელ თქვა, ესეთ გაგიჟებულები არიან. ჯერ სადახარ? ჯერ ადრეა, ჯერ ყველაფერი წინა. ჯერ ხოლოდ იწყება. ბატონო, წინას არ ერთხელ თქვამს, რომ მენეჯმენტი მისი კანონია და რა მოხდა, რა დაემართა, რა ვერ დაამენეჯმენტა, უმრავლეს საკონსტიტუციო უმრავლესობა რატო დაეშალა? გარდაუვალი პროცესი იყო, მე მგონია რომ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა. კი ბატონო, აი უმრავლესობის დარჩენილ წევრებს რო ვეკითხები, აღარ ჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ ამ შემთხვევაში თქვენ აღარ ჭირდებოდით ესე გამოდის, ხო? ეს ერთი წევრი რომელიც ქმნიდა ამ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფიქრობთ რომ აღარ ჭირდებოდით ბატონო ბიზნეს? არა, მე არ მგონია რომ არ ჭირდებოდი, არ მგონია რომ ისე ამოწურე რესურსი რომ ამის საჭიროება იმ გუნდს არ აქვს, რომელიც ბევრ ამას საჭიროებს და კიდევ უფრო მეც ვიდრე შეიძლება მე შემეძლო, მაგრამ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, რომელიც შეიძლება დაემთხვა იმ რეალობას, რომელიც უბრალოდ ვეღარ იცვლება და უნდა აუწყო ფეხი. შეუძლებელი იქნებოდა ამ რეალობის შეცვლა. ივანიშვილს რომ შეხვდით, აი რაიმე შეგიძლიათ გითხრათ ამ შეხვედრის შესახებ, აი დეტალებს არ გთხოვთ, მაგრამ რაღაც აი შინაარსი, რა იყო საერთოდ დრამატურგია ბაბუ ამ შეხვედრის, რაზე იცაუბრეთ? როგორი იყო მეგობრული არ მეგობრული? ხო, სხვადასხვაგვარი მეგობრულიც იყო და ცოტა ესეთ რთული საუბრებიც მქონია, მაგრამ ბოლო იყო ცივილიზებული და ესე ვთქვათ, ამშვიდობება იყო კულტურული და აი დამშვიდობებამდე მაინტერესებს რა ხდებოდა. რთული პროცესი გავიარეთ. ვისი ოპოზიცია იქნებით ქალბატონო?
ხო, ყველასი ვინც მიმაჩნია, რომ ადგას იმ გზას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამართლიანობას. ივანიშვილი არის ეს ადამიანი, რომელიც ადგას იმ გზას, რომელიც საფრთხეს უქმნის, ანუ გვაქვთ იმის ილუზია, რომ მოსამართლეების თემა მის გარეშე წყდება. ჩვენი გზები სწორედ იმიტომ გაიყო, რომ ჩვენი ხედვა ამ საკითხში ერთმანეთს არ დაემატა. აი სულ მაინტერესებდა ეს. აი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ასე და არა სხვაგვარად, ხო? მან ეს გადაწყვიტა. აი ვის მოაქვს ეს დეპუტატებამდე. აი თქვენ როგორ იგებდით, რას ფიქრობდა ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს? პარტიის ლიდერს მოაქვს თუ ვის მოაქვს? არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ლიდერებს თუ ვის? ამის გამხმოვანებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა პირი. ზოგი დაბრალებული ლიდერი და ზოგი პოზიციაზე მყოფი ადამიანი და დაბრალებინებს ადვილად თავს ლიდერობას ბატონ ბიძინა ის კაცია? დაბრალებული ლიდერები დიდხანს რო ვეძლებენ ახლა. კარგი. და აი ერთი რაღაც, აი თქვენ თქვით რომ ყველას ოპოზიციაში იქნებით, ვის მიგაჩნიათ რომ ხო, აი საარჩევნო სისტემაზე. აი მაინტერესებს რა პოზიცია გეკნებათ? დაუჭერ. ძალიან კარგი. საინტერესო პასუხია. დიდი მადლობა. მოკეთ აი დავინახეთ რომ ძალიან ეწყინა ბატონ ეკას რო უთხარით რომ შეიძლება ბატონ ბიძინას არ ჭირდებით თქვენ თანაგუნდელები მითხსნიან რომ ეს არის მე არ ვთვლი რომ ესე ვჭირდებითო მაგრამ საინტერესო რაღაც თქვა ჩვენ უნდა წავიყვანოთ დასასრულისკენ უკვე როგორც გვეუბნებიან გადაცემა გადავაცილეთ ისედაც ქალბატონმა ეკა ბესელიამაც კი რომელიც ძალიან ცდილობს ბიძინა ივანიშვილის გულში დაკარგული ადგილის რაღაცნაირად შენარჩუნებას ან უკან მოპოვებას თქვა რომ პროპორციულ სისტემას მხარს დაუჭერს შესაბამისად აი ეს ორპოლუსიანობა რომელსაც სისტემა განაპირობებს თუ რჩება კიდევ აი რაღაცა ესეთი ილუზია და არა რეალობა, იმიტომ რომ რეალობა არ განაპირობებს ორპოლუსიანობას უბრალოდ საარჩევნო სისტემა გაგიგეთი და ორი ტელევიზია გაგიგეთი, თორემ სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია, მოსახლეობის გემოვნებაც ძალიან მრავალფეროვანია და თუ ჩვენ გვექნება პროპორციული სისტემა, ბუნებრივია მაგ შემთხვევაში მოხერხდება უკვე მრავალფეროვანი საპარლამენტო სპექტრის მოხვედრა პარლამენტში, თუმცა ამ იმაში რა ქვია, ამ არჩევნებზე თუნდაც რო არ შეიცვალოს, მაინც 3%-იანი არის ბარიერი და სავარაუდოდ იმ 77 ადგილიდან მეტი პატარა პარტია შევა პარლამენტში და მეტი ნაკლებად დაიკარგება ადგილები. აი, ამიტომ არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემა. პროპორციულზე გადასვლა, ანუ იქ არის ვარიანტები კიდევ რეგიონულ პროპორციული და ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს დეტალები. რეგიონულ პროპორციულს აქვს მაინც მნიშვნელობა, მაგრამ ესე იგი საარჩევნო სისტემის შეცვლა, როდესაც ხელისუფლებას ასეთი უპირატესობა არ აქვს უკვე არჩევნების დასაწყისში. ჩვენ გავალთ ახლა ცოტა ხანში. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან სახიფათოა ოპოზიციის ამ საკითხის გარშემო კონსოლიდაცია ივანიშვილისთვის. აი რომ მკითხე რომ რას გულისხმობ დადგება ოპოზიციის დრო, სწორედ ამას გულისხმობ. ივანიშვილისთვის ოპოზიცია საშიში ხდება როგორც ვატყობ მაშინ, როდესაც ამ ოპოზიციის ვთქვათ რაღაცა გაერთიანების ან ამ შემთხვევაში საფრთხეს ხედავს, თუ ეს ერთი და მეორე მთავარი ამ შემთხვევაში არის საზოგადო ის რომ ოპოზიციამ შეძლოს საზოგადოების დარწმუნება და ჩემი აზრით ოპოზიციის მთავარი პრობლემა ეხლა ზუსტად იმისი უნარია რომ ადამიანები დაარწმუნონ იმაში რომ თქვათ ამ შემთხვევაში მხარი უნდა დაუჭირონ ზუსტად პროპორციულ სისტემაზე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კარგით და ვასრულებთ რაც შეეხება პროპორციულს, აი როდესაც ვამბობთ არის თუ არა ორპოლუსი, დღეს რეალობიდან გათვალისწინებით ცალსახად ორპოლუსიანი, მაგრამ აი პროპორციული სისტემა თუ კი შემოვა, აი მან ჩდება შანსი რომ იყოს მრავალპოლუსიანი და ბევრი პარტია შევიდეს პარლამენტში. აი შემდეგ ვიტყვით რომ არ არის ორპოლუსიანი, მაგრამ რეალობაში ცხოვრობთ, ახლა ილუზიაში ხო არ ვართ. რეალობის მიხედვით დღეს არის ორპოლუსიანი. ორ ტელევიზიანია. ორ ტელევიზიაც პოლიტიკის ნაწილია. ტელევიზიანია, ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ტელევიზიის ნაწილია. კარგი, დანარჩენი უკვე ეთერს გარეთ, ყავასაც მოგიდუღებთ, მე იქ მკითხაობის ამბავიც იქნება. თუმცა უბრალოდ ერთადერთი ეგ არის რომ 2 წლის მერე რა მოხდება, მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი. და შენ რატომ აიღე ეს ამას ვერ ავიღე? იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობდი. რატომ აიღე? მოკლედ გავედი. არა უშავს დავლა. ჩვენ სულ ასე ვიჩხუბებთ ხანდახან დავეთანხმებით ხანდახან გეგონოს. ხან ვიჩხუბებთ, ხან არ ვიჩხუბებთ, მაგრამ როცა საჩხუბარი არ იქნება როლებს გავინაცვლებ. ისეთი არ იყო როგორც შემდეგ ჩვენ შევეცდებით რომ ყოველი შემდეგი ეთერი იყოს როცა არ იქნება საჩხუბარი როლებსაც გავინაცვლებ. იმაზე უკეთესი ვიდრე წინა. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. კარგად, მომავალ ხუთშაბათამდე. კარგად.